ახალი თბილისი პროექტი, რომელიც აღმაშენებლის გამზირის მთლიანად აღდგენას, მათ შორის ეზოების რეაბილიტაციას და კომუნიკაციების სრულ განახლებას ითვალისწინებს. Როგორ და რა სქემით მოხდება აღმაშენებლის გამზირის განახლება, ამის ჩვენი სტუმრებისგან შევიკობთ. პროექტის ხელმძღვანელი არქიტექტორი გია აბულაძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი არიან ჩვენთან ბიზნეს კონტაქტზე. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონო გია, თქვენგან დავიწყოთ, აგვიხსენით დეტალურად რა იგეგმება. ისმენთ. როგორც უკვე ბრძანეთ, მასშტაბური პროექტი იგეგმება. უბრალოდ მე ვერ გავიგე რა ახსნა პირველი ეტაპი თუ საერთოდ პროექტი. ჯამში პროექტი როგორია, რის გაკეთებას აპირებთ, თუ კი ეტაპებად იყოფა, როგორი იქნება ეს ეტაპები? პროექტი მართლაც რომ მასშტაბურია და ვრცელდება, ახლა რომ წარმოიდგინოთ გეოგრაფიულად, კარგარეთელის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე. და მოიცავს ძალიან ბევრ უბანს თბილისის, როგორც აღმაშენებლის მხარეს, ესე იგი მარცხენა სანაპიროზე, ისევე მარჯვენა სანაპიროზე. პირველი რიგი აქედან არის 45 სახლი, რომელიც არის აღმაშენებელზე და ამ 45 სახლის რეაბილიტაცია, შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იგეგმება და ამავე დროს დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის საფეხმავლო ქუჩა არის დაგეგმილი აღმაშენებელზე ვარონცავის მოედნიდან ყოფილი ფოსტის შენობამდე. დიახ, ეტაპები ახსენეთ, რამდენ ეტაპად ჩატარდება ეს სამუშაო? სამი ეტაპი იქნება. პირველი ეტაპი უკვე მოგახსენეთ, ეს არის 45 სახლის რეაბილიტაცია, გარდა მაგისა არის მშრალი ხიდის ტერიტორიის, მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და შემდეგ ეტაპზე დაიწყება აღმაშენებლის მიმდებარე ბაღების, ყოფილი გერმანული ბაღების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია, რომელიც ძალიან საინტერესო თემაა და ალბათ საკმაოდ გრძელვადიანიც, მაგრამ ძალიან მასშტაბური და შემდეგ მთლიანად აღმაშენებლის მიმდებარე, აი საბჭოს ქუჩამდე მთელი ამ ქუჩების, მასზე არსებული უნიკალური ძეგლების რეაბილიტაცია მოხდება. მესმის, გრძელვადიანიო ახსენეთ და თითოეული ეტაპები დაახლოებით, აი რა პერიოდში თვლით, რომ აი როდის დაიწყება სამუშაოები უკვე და დაახლოებით რა დრო დასჭირდება თითოეულ ეტაპს? სამუშაოები დაწყებულია, პირველ ეტაპს დაჭირდება დაახლოებით 1 წელიწადი, უფრო ნაკლები, იმიტომ რომ წლის ბოლოს პრაქტიკულად ეს დამთავრებული იქნება პირველი ეტაპი, რაც შეეხება მეორე, მესამე ეტაპს, ახლა ძალიან ძნელია მის განსაზღვრა, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი სამუშაოა, ამ წუთას არსებობს სამოქმედო გეგმა, მაგრამ არ არსებობს ჯერ კონკრეტული და დაზუსტებული პროექტები, მუშა პროექტები, რომელიც მოგცემდეს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი დროში და თანხაში გაგვეწერა. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბატონ გიორგისთან გადავალ შემდეგი კითხვით. ბატონო გიორგი, ჯამში თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, რა არის ამ პროექტის ღირებულება და როგორ დაფინანსდება ეს ეტაპები? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. საზოგადოების ინფორმირება ამ პროექტზე საკმაოდ მნიშვნელოვანია. პირველი ეტაპის ღირებულებაზე შემიძლია დაზუსტებით გესაუბროთ, ეს არის 21 მილიონის ფარგლებში, შეიძლება ოდნავ თანხები დაემატოს. რადგან პირველი ეტაპის ფარგლებში თვითონ შენობების რეაბილიტაციის პროექტები დაზუსტებულია და კიდევ მიმდინარეობს საკომუნიკაციო ნაწილის, საინჟინრო ნაწილის, ასე ვთქვათ, პროექტის დაზუსტება. ამ თანხები ოდნავ შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ამ წელს სამ თანხაზე შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. რაც შეეხება თვითონ ახალი თბილისის ფარგლებში, ანუ რამოდენიმე ფაზის ფარგლებში თანხებს, ამის შესახებ დაზუსტებით ამ წლის განმავლობაში გაირკვევა, როდესაც დაიგეგმება შემდეგი წლის ფიზიკური სამუშაოები, როდესაც დაპროექტდება ისინი. სხვა შემთხვევაში ალბათ არასწორი იქნება, არამართებული იქნება, ეხლა განსაზღვროთ ამ პროექტის ჯამური ღირებულება, რადგან საკმაოდ კი ბატონო, დაფინანსების სქემაზეც რომ გითხრათ, საიდან დაფინანსდება? თბილისის განვითარების ფონდი ძირითადად ფინანსდება მერის საბიუჯეტო სახსრებიდან, ჩვენი ბიუჯეტი წელს 42 მილიონი და აქედან ნახევარი ამ პროექტს ხმარდება.
გასაგებია. და ვადებზეც თუ შეგვიძლია ვთქვათ, ანუ მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ვადები ჯერ არ არის ცნობილი, როდის მოწვედინება ამ ვადების შესახებ. ვადები ცნობილი არის პირველი ეტაპისთვის, პირველი ეტაპის ვადები არის წლის ბოლომდე. რა ფარგლებში ბატონმა გიამ როგორც ბრძანა აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია და მშრალი ხიდის ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდება. რაც შეეხება შემდეგი ფაზების ვადებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2 წელი პროექტის ასე ვთქვათ ვადებში ჯდება. ანუ ყოველი ფაზა იქნება 1 წლიანი, წელიწად ნახევრიანი. კარგით, და რატომ აირჩა აღმაშენებელი და ასევე საინტერესოა რატომ შეირჩა ამ პროექტში ესე ვთქვათ არსიც, რომელიც განახორციელებს ამ სამუშაოებს, ანუ ეს შერჩევის კრიტერიუმები რა იყო თვითონ ამ პროექტთან დაკავშირებით? აღმაშენებლის მოედანი, აღმაშენებლის გამზირი იმიტომ შეირჩა, რომ ლოკაციას რო დააკვირდეთ, რუკაზე რომ ნახოთ, საერთოდ ეს პროექტი ძალიან ცოტა საშუალება მაქვს, ასე ვთქვათ, რომ მოგიყვეთ, ძალიან დიდი ხნის სასაუბრო და აღსახსნელია. თვითონ ეს პროექტი გულისხმობს თბილისში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, რომელიც ასე ვთქვათ, ტურისტული ნაკადების მომსახურებისთვის იქნება. ქალაქს რომ დააკვირდეთ, ნახავთ, რომ ის არის, ასე ვთქვათ, რეაბილიტირებული სარეაბილიტაციო, ასე ვთქვათ, არეალების ერთობლიობა, ანუ ნაწილი არის რეაბილიტირებული, ვთქვათ, აღმაშენებლის პირველი ნახევარი, პუშკინის ქუჩა, თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ტერიტორია, კალა და ასე შემდეგ. და ნაწილი მათ შორის, ანუ ასე ვთქვათ, ნაკადები ერთმანეთს არ ებნის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაკადები გადაებას და ყველაზე ახლოს ამ, ასე ვთქვათ, კონცეფციასთან და ამ პრინციპთან ახლოს იყო აღმაშენებლის, ასე ვთქვათ, დასრულება, რადგან იგი უკვე რეაბილიტირებულ საბადის და აღმაშენებლის პირველ ნაწილს უკავშირებს, ასე ვთქვათ, ორბელიანის მოედნის გავლით, ასე ვთქვათ, პუშკინის ქუჩას და რუსთაველს, რომელიც ან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო უფრო დიდი მარშრუტის განვითარებისთვის და რაც შეეხება შემსრულებას პასუხს გავცემ თუ პროექტი დააპროექტა, ასე ვთქვათ, სტუდია 21-მა და გეოგრაფიკმა, ანუ მათი შერჩევა მოხდა კონკურსის საშუალებით. პროექტს საფუძვლად უდევს საკმაოდ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი სიღრმისეული კვლევა განვითარების კონცეფციის სახით, რომელიც აზუსტებს ყველა ამ პრიორიტეტს, იძლევა არგუმენტაციას და გვაძლევს, ასე ვთქვათ, მიმართულებას საკონკრეტოდ როგორ გაკეთდეს. რა შეიძლება იყოს ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროექტის განვითარების პროცესში? აი, მაგალითად, იგივე პარკირების თემას, როგორ მოაგვარებთ, ანუ აი, სად უნდა წავიდეს ეს მანქანა? ჩვენ არ მოგვეცა საშუალება პროექტს დეტალურად გვესაუბრა, თუმცა პროექტში არის პარკინგის მოწესრიგების სქემა დეტალური, მთლიანად ამ არეალზე, რაც ბატონმა გიამბცანა და კიდევ უფრო ვრცელ არეალზე სამწუხაროდ არ არის საშუალება რომ ნახოთ, რაზეა საუბარი. პარკინგები შესაძლებელია მოეწყოს ყველა პოტენციურად საინტერესო მიწაზე, რომელიც იქ იქნა მოძიებული, რომელიც არის მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში. პარკინგების, ასე ვთქვათ, სივრცეები ყველა არის მოგებიანი და ჩვენ მომავალში, ასე ვთქვათ, მუნიციპალურ თუ ასე ვთქვათ, კერძო მესაკუთრეებთან გვექნება ამაზე ძალიან დეტალური მოლაპარაკება. ეს არ არის პროექტის პირველი ფაზის, ასე ვთქვათ, ნაწილი, შემდეგი ფაზების ნაწილია, როდესაც იქ უკვე საფეხმავლო ზონა განვითარდება და იმასაც დაჭირდება, ასე ვთქვათ, პარკინგებით უზრუნველყოფა. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო გია აბულაძე და გიორგი ბაიდარაშვილი იყვნენ ბიზნეს კონტაქტზე. ახალ თბილისს დაველოდოთ ყველა ერთად, უთხრშაბათ შევხვდებით.